პეტრე ნასყიდაშვილი იყო შესანიშნავი პედაგოგი და აღზრდელი. მას შეეძლო დარგი შეეყვარებინა და საფუძვლიანი ცოდნა გადაეცა მოწადინებული ადამიანისათვის. საუბრობდა გასაგებად, დინჯად და ამავდროულად ემოციურად. მამული შვილური განწყობით. მას არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, რომელთაგან რამდენიმეზე თანამშრომლობის ბედნიერება ჰქონდა. ბედნიერება იყო მასზე სატელევიზიო გადაცემის მომზადება. ერთი სიამოვნება უყურო ამ ჭარმაგი მეცნიერის ფუსფუსს ქართული ხორბლის თითოეულ თავთავთან, თითოეულ მარცვალთან. შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. ორივე ხომ მადლიანი ქართული მიწის შვილები არიან. ხომ ორივეს წინაპარი იცავდა ქვეყანას. უგებენ ერთმანეთს და ხარობენ. რაღაც საიდუმლოს უმხელენ ერთმანეთს. რას გაიგებ მათი სიბრძნის საიდუმლო ჩურჩულს მრავალსაუკუნოვან ხორბლის ენაზე. მაგრამ მაინც შესმენადია ხორბალთან მოალერცე მეცნიერის წაჩურჩულება. ამ ახალგაზრდებთან ერთად იცი როგორ გაგახარებთ და გაგამრავლებთ. აბიბინდება ქართული პურით მინდვრები, დაუბრუნდება სიცოცხლე. ჰო, რა პურის სურნელი დაულის არემარეს. ეს მხოლოდ დაპირება არ იყო. ეს მხოლოდ დიდი სურვილია. საქართველოს მიწათმოქმედების უძველესი ქვეყანაა, ეს ცნობილი და საქვეყნოდ აღიარებულია. ამავე დროს საქართველოს გამოირჩევა მაღალი აგროკულტურის ქვეყანად. საქართველოში მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა იყო გავრცელებული და ამჟამადაც გავრცელებულია და საქართველოს მიჩნეულია მრავალდარგოვან, მრავალკულტურიან და თითოეულ კულტურის შიგნით მრავალჯიშიან ქვეყნად. საქართველოს ყველა სოფელში, ყველა გლეხს თავისი ჯიში ხორბლის, ეგრეთ წოდებული დოლის პური ჰქონდა. თითოეულ გლეხს თავის ყანის ადგილმდებარეობის მიხედვით შერჩეული ჰქონდა ხორბლის ჯიში. ჩვენი ხორბლის სახეობები, ჯიშები გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით და ამ მხრივ მინდა აღვნიშნო ახასიათებთ მათ არახელსაყრელ ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებისადმი შეგუებულობის მაღალი უნარი. ანუ თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ქართული ხორბალი მაღალი ადაპტაციის უნარის მქონე ჯიშები და სახეობებია. გარდა ამ ნიშან-თვისებისა, ქართული ხორბალი გამოირჩევა თავისი ქიმიური შედგენილობით, ანუ დაფქვისა და პურცხოვის კიდევ მაღალი ხარისხით. საქართველოს აი ამ მხრივ ცნობილი არის დაავადებისადმი გამძლე და მაღალხარისხოვანი ხორბლის სამშობლოდ. იმუნური ხორბლის სამშობლოა ეგრეთ წოდება. აი ამის გამო მთელი მსოფლიოს მეცნიერება, ხუთივე კონტინენტის მეცნიერება საქართველოს ხორბალს იყენებს იმისათვის, რომ შექმნან დაავადებისა და მავნებლებისადმი გამძლე ჯიშები. ქართულ ხორბლებს ახასიათებს ეგრეთ წოდებული ჭირვარამში კარგად შეგუებულობის უნარი. ესე იგი, დაავადების პროცენტის შესაბამისად ქართული ხორბალი კი არ ამცირებს მოსავალს. თავის მოსავალს მაინც იძლევა 3 ტონა, 2 ტონა. ეს დაავადდა თუ არ დაავადდა, ჩვენ ხორბლის ჯიშებს ამის უნარი აქვს, მოგვცეს ეს მოსავალი. მაგრამ მაღალმოსავალიანი ჯიშები თუ დაავადდა, როგორც წლევანდელი წელი იყო, ფაქტიურად მოსავალი უკვე თითქმის ნულამდე დადის. ისე რომ ჩემი აზრით ჩვენ უნდა ვთესოთ მართალია მაღალმოსავლიანი ჯიშები, ამავე დროს უნდა ვთესოთ მყარმოსავლიანი ჯიშები. ქართული აბორიგენული ჯიშების და შემოტანილი ჯიშების შეფარდება გარკვეული დონით უნდა იყოს დაცული, ისე როგორც დაცული იყო დაახლოებით 20-30 წლის წინათ საქართველოში.